შვადღემშვიდობის დღეს მოგესალმებით. 25 მარტია, 4 შაბათი, ნატო მიხარია რომ ჩემთან ერთად მე ხარ. ძალიან მიხარია რომ შენთან ერთად ვარ და თქვენთან ერთად ვარ. თან დღეს ესეთი საინტერესო გადაცემა გვაქვს და გველოდება. პრინციპში როგორც ყოველთვის მაყურებელს ვეთქვით რომ 4 შაბათობით ჩვენი შუადღის თემატიკა იქნება თბილისი, საქართველო, მსოფლიო. ანუ ვისაუბრებთ ყველა იმ თემაზე, რომელიც ყველა ჩვენგანს გვეხება და ყველასთვის საინტერესოა. იმისათვის რომ გავიგოთ დეტალურად რა საკითხებზე შევაჩერებთ დღევანდელ გადაცემაში ყურადღებას, მოდი ვნახოთ ანონსი. შემდეგ დავბრუნდებით ეთერში და ძალიან საინტერესო სტუმრებსაც მოვიწვევთ სტუდიაში, ასე რომ დაგველოდეთ. დაგველოდეთ. ქართული ღვინო ძიებას გავს. მისი საშუალებით შენს წინაშე ერთდროულად გადაიხსნება გზების სხვადასხვა სამყაროსკენ. ეს ღვინოზე ცნობილი მწერლის ელის ფერინგის სიტყვებია. დღეს ჩვენი გადაცემის სტუმრები ქართველი მეღვინეები არიან. ნახეთ რა სიახლეებით დაბრუნდნენ ისინი ვერონას პატარა ქალაქ ჩერიაში გამართული ფესტივალიდან, სადაც ყველაზე მეტად აფასებენ ნატურალურ ღვინოს და საკვებს. რომელია სიღნაღში ვანო სარაჯიშვილის სახლი. რა ფერები ეფინება კავკასიონს უღრუბლო ამინდში. როდის ტირის სიხარულისგან ხოხობი. ამ კითხვებზე პასუხი ბევრმა ქართველმა არ იცის. სამაგიეროდ იცის ჯონ უერდემანმა, რომელიც საქართველოში 20 წლის წინ სამოგზაუროდ ჩამოვიდა და დარჩა. როგორ შეიძლება იყო სიძველეების მოყვარული, მაგრამ თან ყველაზე თანამედროვეც. ჯონ უერდემანი GDS-ის შუადღის წამყვანის რანგში ყოველ 4 შაბათს ეცდება დაგვიმტკიცოს, რომ ეს შესაძლებელია. ჩოხის მასრები და სატევრები, საფულეები და კისები, ქალისა და მამაკაცის სამოსი და ფეხსაცმელი. თუკი ფოლკლორის ცენტრში გახსნილ გამოფენაზე მიბრძანდებით, ნახავთ როგორ ეცვათ ჩვენს წინაპრებს, ან და როგორ თავდნენ სახლებს. მანამდე კი ძველი ქართული მოდის ტენდენციებზე ჩვენ სტუდიაში ვისაუბრებთ. რესტორნიდან ან კაფე-ბარიდან გამოსული საქეიფო სიმღერა. დაბადების დღის აღსანიშნად შუაღამისას გაშვებული ფუერვერკი თუ მეზობლის რემონტი. მნიშვნელობა არ აქვს, ხმაურია. შესაძლოა მალე თბილისში ეს ხმები გაიზომოს და ლიმიტიც დაწესდეს. ვის მოსწონს და ვინ ეწინააღმდეგება ახალ საკანონმდებლო ინიციატივას. ქალაქის პრობლემები GDS შუადღის ეთერში. მონუმენტურ დეკორატიული მოზაიკა. საქართველოს ქალაქებში ფერადი მძივებივით მიმობნეული საბჭოთა არტი გაქრობის საფრთხის წინაშე დგას. შეხვდით ადამიანებს, რომლებიც ძველ ფასადებზე ან და სრულიად განახლებულ უბნებში შემთხვევით შემორჩენილ მოზაიკებს აგროვებენ და ონლაინ რუქაზე დააქვთ. დაათვალიერეთ მოზაიკის გალერეა. მოკლედ, ვისაუბრებთ ქართულ და თბილისურ ამბებზე. ასევე ვისაუბრებთ ჩვენთვის ჩვევადქცეულ ტრადიციებზე, რომელიც დანარჩენი მსოფლიოსთვის საკმაოდ მიმზიდველად და ეგზოტიკურად გამოიყურება. ასევე ვისაუბრებთ სხვადასხვა ქვეყნის კულტურებსა და მათ ურბანიზაციაზეც. და ძალიან სწორი გადაწყვეტილება რომ 4 შაბათს სწორედ ამ თემების წარმართვაში და დაგეგმვაში დაგვეხმარება ჩვენი ამერიკელი სიღნაღელი წამყვანი ჯონ უერდემანი, რომელიც სტუდიაში ვთხოვ, პატიჟები თავის სტუმრებთან ერთად, რომელიც გვესტუმრა იმ ადამიანებთან ერთად, რომელთან ერთადაც მან არაერთი ღვინის გამოფენა მოიარა ევროპის სხვადასხვა ძალიან დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის. ჯონს მე მგონი იცნობს მაყურებელი და ახლა ჩვენი ეთერის საშუალებით უკეთესად გაიცნობს. იაკობ ბიტარიშვილი, იაკოს ღვინო, ჩარდახი, ნიკი ანთიძე, ანთაძის მარანი, არჩილ ნათლიშვილი კეროვანი, თამარ ნათენაძე, ლივინ გრუცის თანამშრომელი. მოგესალმებით. დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის. ჯონ, შენ დიდი მადლობა. იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ ყოველ 4 შაბათს მსგავსი ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი თემებით მოგვამარაგებ ხოლმე. თუმცა შენს გეგმებზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბროთ, მანამდე ვისაუბროთ იმ გამოფენის შესახებ და იტალიის შესახებ. მე ვიცი რომ გუშინ დაბრუნდი და პირდაპირ ჩვენ სტუდიაში მოხვედით. ეს იყო იტალიაში გამოფენა ნატურალური ღვინის და საკვების. და საინტერესოა რომ ამ გამოფენის მთავარი დევიზი იყო ჩვენ ვართ იდენტობის და მრავალფეროვნების მფარველი. როგორი ჩვენმა იდენტობამ, როგორი შთაბეჭდილება დატოვა იტალიურ გარემოზე. როგორია თქვენი შთაბეჭდილება, როგორ დაბრუნდით? ჩვენ ამ ბოლო წლები ქონა ხშირი საშუალო რომ სხვადასხვა ქვეყნებში ჩავიდეთ და ძალიან საინტერესო რომ ესეთი ქვეყნები როგორც საფრანგეთი და იტალია, სადაც თვითონ არის ძალიან ძლიერი ღვინის მისამართებელი არიან, ამ ჰელა ინტერესი აქვთ ქართული ღვინოში და ცოტა უცნაურიც არის, ხო? თავად აწარმოებენ ძალიან კარგი ხარისხის ღვინოს და მათ ბაზარზე არის ადგილი ქართული ღვინისთვისაც.
მე თავიდან რომ დავიწყეთ ჩვენი ღვინის გათანა, ანუ ჰოხბის რემლების ღვინო, მე ფიქრობდი რომ ალბათ იმ ადგილები, სადაც თვითონ არ აქვს საშუალო და სადაც ვენახი არ ხარობს, ეს იქნებოდა ყველაზე საინტერესო ბაზარი. მაგრამ გამოჩნდა რომ პირიქით, სადაც ყველაზე მეტი იციან ღვინის შესახებ, ყველაზე მზად არიან ახალი და განსხვავებული ღვინის გასინჯა. და იმ გამოფენების სადაც ჩვენ დავდივართ, ეს არის კერძო ნატურალური ღვინის, სადაც აი ხალხი არიან შეყვარებული, აი განსხვავებული ჯიში, განსხვავებული მეთოდიკი, განსხვავებული terroir, ანუ მიწის ნიადაგი, რაც ამ სამივე კატეგორიებში საქართველოს ძალიან დიდარი შეკთავაზე შეიძლება აი შეკთავაზეს იმ ბაზარს, იქ ორი პროფესიონალები და ბევრი სხვადასხვა მიზეზის გამო ეს გახდა არა მხოლოდ ბიზნესი, ეს ხალხი ჩვენი მეგობრები გახდნენ, იმპორტიერები, სამალიერები. და შედღაც თანამშრომლობაშიც გადაიზრდება ხოლმე. აქ ჩამოდიან ჩვენი გავდივართ ამ გამოფენებზე, ახალი მეგობრები შესაძინად ჩავდივართ და ძველი მეგობრება რომ უფრო დამქარდეს და დაძლიერდეს. როგორ საუბრობთ ჩვენი ქართულად? საკმაოდ დამბეჭდავად. დანარჩენ სტუმრებსაც მინდა ვკითხო თქვენი შთაბეჭდილებები ამ გამოფენების შედეგად. რეალურად ალბათ ერთგვარი გამოცდილება თქვენთვისაც იყო, ხომ? კიდევ ერთი გამოფენა ალბათ ბევრი ქვეყნის ღვინო გადააგემონეთ და ასე შემდეგ. თქვენთვის რა გამოცდილება მოიტანა ამ გამოფენამ? რა თქმა უნდა, თითოეული ჩვენი ესეთ ღონისძიებაში მონაწილეობა ძალიან ბევრს გცემს თვითონ ჩვენ, იმიტომ რომ ჩვენი ადამიანები ვართ ყოველ შემთხვევაში მე ეს ჯერა რომ ყოველთვის სწავლობთ ნებისმიერ ეტაპზე. როგორც ჩვენ ვსწავლობთ მათგან, ჩვენი მეგობრებიც, ახლა ჯონმა ახსენა, ჩვენი მეგობრები გახდნენ უკვე ის ჩვენი იმპორტიორებიც და მათ არა მარტო ურთიერთასდაგაცვლა გვაქვს, არამედ ჩვენი ქვევრებიც წაიღეს და ქართულ ქვევრში ქართული მეთოდით, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, აყენებენ ღვინოს საფრანგეთშიც უკვე, იტალიაშიც და ასე შემდეგ. ანუ აი ძალიან კარგი ის შედეგი გამოიღო ამ ჩვენ ურთიერთთანამშრომლობამ და ყოველთვის ნებისმიერი წასვლა ყოველთვის შედეგიანია და უფრო მეტ რაღაცას გვძენს თვითონ ჩვენთანაც, რაც მომლოს ანუ მაყოფილები დაბრუნდით საქართველოს PR კამპანიამ წარმატებულად ჩაიარა შეიძლება ითქვას. ანუ ინტერესი არის დიდი. ძალიან დიდი ინტერესი არის. იქ სადაც ქართველი მეღვინეები იდგნენ, ანუ რეალურად ხალხის ნაკადი არ წყდებოდა. იყო ადამიანები, ვისაც გაგონილი ჰქონდათ ქვევრის ღვინოზე და მოდიოდნენ სპეციალურად აი ამ მისით, რომ დაეგემოვნებინათ ქვევრის ღვინო. იყვნენ ადამიანები, რომლებიც უბრალოდ საქართველოს სტენდთან ჩამოიერეს და როცა იგებდნენ ამ ქვევრის ტექნოლოგიას, უზარმაზი ინტერესი ჩნდებოდა, რომ უფრო მეტი გაეგოთ კონკრეტულად. პირველად გსინჯავდნენ ამ ქართულ უნიკალურ ჯიშებს და ძალიან წარმატებული იყო. საინტერესო არის, რომ 4-5 წლის წინ ჩვენ როცა დავიწყე, ზირეთი მასა, ვინც სტუმრები იქონ იმ გამოფენებზე, გვერდზე გადიოდნენ და აი საქართველოს აქ ღვინო საერთოდ სად არის? ეხლა რიგია. ეხლა ჩვენ ორჯერ მეტი ნიმუშები უნდა ჩავითანოთ, ვიდრე ფრანგებს და იტალიელებს იმჰელა ინტერესი არის. ანუ ეს ბევრი მსერელები, ბევრი ცნობილი რესტორანები აითვისა ჩვენი ღვინოები. სხვათა შორის ჟურნალ Forbes-ში და Washington Post-შიც დაიბეჭდა ბოლო ხნის განმავლობაში და ავტორი, სტატიის ავტორი ურჩევს მკითხველს, რომ აუცილებლად დააგემონოს ქართული ღვინო. ეს რეალურად პოპულარიზაციაა ხომ ჩვენი პროდუქტის. New York Times-შიც იყო ორჯერ იანვარში, Forbes-ში მოგახსენა, Bloomberg-ში იყო, თვითონ აი Blanc et Rouge არის სამკვანი ჟურნალი საფრანგეთში, ფრანგულ ენაზე, ღვინოზე იყო, აი ნახევარი ჟურნალი იყო გამოშვებული ქართული ნატურალისტებზე და ფილმი ინტერესი დიდი არის რა. ძალიან დიდი ინტერესი და ერთ-ერთი ჩემი აზრით მიზეზი ინტერესი არის, რომ როგორც Alice Fering წერს თავისი სიკლში Naked Wine ფრანგებს და იტალიელები, იგივე ესპანელები დაგჭირდნენ ნატურალური ღვინის რევოლუცია. ანუ მოხდა ცვეთა ყველა გადავიდნენ ინდუსტრიალური და დიდ წარმოებაზე, ქიმიური და მე გამოჩნდა ესეთი თაობა, თქვა ჩვენი ასახის ხალხი და სოთ უფრო დიდი, რომელიც თვლიდა რომ პაპას ღვინო უფრო გემრიელი იყო ვიდრე მამას დაკენებული ღვინო. ხედავდნენ რომ ბალახს არ ხარობდა ვენახში, გველი არ დადიოდა, პეპელი არ ფრენდავდი, ჩიტიც კი არ უნდა და ამ ნაკოფის ჩამა. და დაფიქრდნენ რომ მოდი იმ ძველ ხალხს რომელიც ახსოვთ ამ ძველ მეთოდიკი იქნება აგორძინეთ. მოხდა ცვეთა, ანუ ერთი თაობა დაახლოებით 30 წელი არ ყოფილა ნატურალური ღვინო, თუ არ იყო გლეხი რომელიც უკანა ეზოში მოკავდი ქორձენი და სოთა თავისთვის დასურა. თავისთვის ოჯახისთვის. საქართველოში ერთ-ერთი ჰიბლი არის რომ მიუხედავად რომ იყო დიდ ქარხნები
პერელელურად იმდენად ძლიერი ოჯახური ტრადიციები, რომ ქვევრი და შვიათი ქართული ჯიში და ნატურალური სესი ვენახის მოვლა ბოლომდე არ იყო მოწყვეტილი. ანუ უხურებენ საქართველოს როგორც უცვეთო ნატურალური ტრადიციის. არა შეიძლება ამ ნატურალური ღვინის სინამდვილს და სინაღდისს დანახავენ. ეს რაღაც ერთგვარი განსაკუთრებული ნიშის დაკავებაა, ხო? და თქვენი მთავარი მიზანი არ არის რომ თქვენი გასავრცელებელი ბაზარი იყოს დიდი ბაზარი, როგორც არის თქვა ჩინეთის ბაზარი, რუსეთის ბაზარი, უფრო სხვაგათუა გაქვთ ხომ და თქვენს ბიზნესაც სხვაგათუა აქვს. მით უმეტეს რომ ამ ფორმით არ შეიძლება ბევრი ღვინის მასშტაბური ტირაჟით, ასე ვთქვათ, ღვინის წარმოება. რა თქმა უნდა, ძალიან შეწყვეტილი რაოდენობის წარმოება, თვითონ ქვევრების რაოდენობაც შეწყვეტილი გვაქვს ჩვენ მარნებში რაც არის და თვითონ ტექნოლოგია ქვევრის ღვინის წარმოებისა ეს არის ევროპისთვის ძალიან მომხიბლავი. ძალიან ბევრი რამდენიმე მეღვინე გავიცანი მე თვითონ ავსტრიაში, ვინც აყენებს ქვევრის ღვინოს სიცილიაში, იგივე საფრანგეთში და თვითონ უბრალოდ საქართველოში დაყენებული ქვევრის ღვინოს აქცევენ ისინი ძალიან დიდ ყურადღებას და საერთოდ არომატი გემოვნური თვისებებით ჩვენი ღვინო ძალიან გამოირჩევა. შეგიძლიათ დაახასიათოთ ორი სიტყვით როგორია ქართული ნატურალური ღვინო? ძალიან რთულია ამ ყველაფრის ერთი-ორი სიტყვით თქვა, მაგრამ ეს ყველაფერი აი ჩვენი ხასიათი, რაც ქართველებს გვახასიათებს, აი ყველა უფრო ღვინოში არის გამოხატული. დაგეხმარა ამ თემაზე მიფიქრე და მე ნიკი თავისი ეთქვა. კი ბატონო. ხშირად აი ჩვენ რესტორანში და ღვინის ბარში ვაკეთებ ესეთი დეგუსტაცია კონტრასტ არის ნატურალური არაქართული ღვინოები, ვადარებ ნატურალური ქართული ღვინოები და რაღაცა ტენდენცი მინახია რომ ესპანური, იტალიური, ფრანგული ნატურალური ღვინო როგორც წესით არამატით არის ძალიან ეფექტური. აი ძალიან აი გამოხატავს რაღაცა საოცარი არამატ ესე რომ არ გჯერა. მე რაღაც ესეთი შეიძლება თქვა რომ მალევე გადის ეს ეფექტი. არ გიტოვებთ რაღაცა იმ სასიამოვნო ქართული ნატურალური ღვინო როგორც წესი სოთ უფრო ჩუმი, სოთ უფრო მორიდებული, სოთ უფრო თავშეკავებული, მაგრამ ვაი რა სიღრმე არის ერთერდება. საჭმელთან ერთად აი ქართველს არ აქვს ტრადიცია ქართველები რომ აი 2 საათი სრუფად ღვინო და მე დავჭდეთ და ჩამო. ქართული ღვინის მეთოდიკა ყოველთვის მიმული იყო სუფრის სესთან და გასტრონომიული თვალსაზრისით აი საჭმელთან ერთად ჩვენი ღვინო აი საჭმელი მიაციქის და ღვინო უკან მიაციქის და ესე აი ცეკვაცავი გამოდის და ხშირი შემთხვევაში ამ ევროპული ღვინო შეიძლება დაინგრეს იმ მომენტში ანუ იმხელა ჩარჩო არ ქონდა სტრუქტურა რომ გაუძლებს საჭმელთან ერთად აი ალბათ სწორედ ეს განაპირობებს იმას რომ ესეთი ტრადიციული ღვინის მწარმოებელი ქვეყნები ძალიან ითხოვენ ქართული ქვევრის ღვინოს თქვენი აზრიც გვაინტერესებს თქვენთვის რა არის ქართული ტრადიციული ღვინო ორი სიტყვით რომ ვთქვათ ქართულ ღვინოს აი განსხვავებით ევროპული ღვინოებისგან რაც ჯონმა ახსენა უფრო მეტი სიახლოვე აქვს ბუნებურობასთან უფრო მეტი სიახლოვე აქვს ნატურალურობასთან რაც იგრძნობა აუცილებლად იგივე გემოში იგივე არომატში და მთლიანად ღვინოში იმიტომ რომ ქვევრიც პრინციპში განაპირობებს ამას რახან თიხის ჭურჭელია რახან მიწაშია ამიტომ ბევრად უფრო ასე ვთქვათ ბუნებრივად გემოვნდება ეს ღვინო. გასაგებია. და აი იმ მეღვინეებთან ურთიერთობისას ვისთან შეხვედრის შესაძლებლობაც თქვენ გქონდა ღვინის დაყენების ტექნოლოგიები გაუზიარეთ ბუნებრივ ერთმანეთს. თქვენ თუ ითვალისწინებთ რაიმე მათეულ მეთოდებს ღვინის წარმოებაში? კარდინალურად განსხვავებული მიდგომები არის ჩვენი ღვინის დაყენების მეთოდი სხვა არის ქორთან დაკავშირებული. უბრალოდ ისინი უმეტესად უპირატესობას ანიჭებენ მუხის კაცრის გამოყენებას და ჩვენი ქვევრი რაღაც უნიკალური მონაპოვარი გვაქვს ქართველებს და პრინციპულად სხვადასხვა უფრო თან ჩვენი ტრადიცია ღვინის დაყენების არის ჭაჭაკლერთან
კონტაქტში, ანუ როგორც თვითონ ამბობენ skin contacts და ისინი უმეტესად წვენთან დაკავშირებული. თუმცა ეს ყველაფერი განსხვავდება თვითონ გარკვეულ მეღვინებს თავიანთი მიმართულებები აქვთ. გემოვნური თვისებებით ქართული და ევროპული ღვინო ძალიან განსხვავებულია, იმით უმეტეს ჯიშების თუ გავითვალისწინებთ. დიდი ინტერესი ჰქონდათ, როდესაც და უკვირდათ, როდესაც ვეუბნებოდით, რომ ჩვენ 500-ზე მეტი ადგილობრივი განსაკუთრებული ჯიში გვაქვს საქართველოში, სხვადასხვა რეგიონებიდან და დასახელებებითაც რომ უხსნიდით, რომ ცოტა რთულადაც გამოთქონეს სიტყვას რკაცითელს საფერავს და ცოლიკაურს კიდე, მაგრამ არომატით და ყველა გემოვნური თვისებებით, ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა. და სწორედ აი ამ დაკარგულ ჯიშებთან დაკავშირებით მინდა გითხოთ, როგორც ვიცით, საბჭოეთის პერიოდში ძალიან ბევრი ღვინის ჯიში, ასე ვთქვათ, გაქრა და თქვენ თუ ცდილობთ დაკარგული ღვინის ჯიშების აღდგენას? სხვათა შორის ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია ეს პატარა მარნები რეგიონებში, რომელიც ბოლო პერიოდში ძალიან კარგად და აქტიურად წამოვიდა, იმიტომ რომ დიდი საწარმოები რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, მაგრამ უფრო ნაკლებად მოქნილები არიან ამ მიმართულებით, ამიტომ პატარა მარნებს შეუძლიათ თავის პატარა საკარმი და მიწის ფართობზეც ეს უნიკალური ძველი მიტოვებული ჯიშები გააშენონ, როცა უკვე ხდება და აი ეს იშვიათი ჯიშები, რომლებიც დღესდღეობით უკვე გამოჩნდა ჩვენ ბაზარზე და მათ შორის ევროპის ბაზარზე, ქართული ღვინოები ძირითადად ამ პატარა მარნებში დაყენებული იშვიათი ჯიშებია და მე მგონი ეს უფრო და უფრო განვითარდება ეს მიმართულება. ის რეგიონები, რომლებიც ფაქტურად მივიწყებული იყო, აღარც ითვლებოდა ღვინის რეგიონებად, იგივე მაგალითად გურია, იგივე აჭარა, ხო? ალბათ ბევრს ეხლაც კი გაუკვირდება, რომ ახსახელებ ამ რეგიონებს. ჩვენ ვიცით, არაჩვეულებრივად კარგი ღვინოები მოდის ამ რეგიონიდან უკვე. შეგვიძლია ჩამოთვალოთ ის ჯიშები, რომელიც დავიწყებას იყო მიცემული და ბოლო წლებში რაღაცნაირად კი, მაგალითად იგივე ჩხავერი, მაგალითად იგივე ჯანი, რომელიც ფაქტურად ძველშავი თავკვერი თავკვერიც კი მით უმეტეს მიუხედავად ისა, რომ შეიძლება ითქვას, რომ არ იყო დაკარგული, მაინც მივიწყებულია ეს ფართო საზოგადოებაში. ხო, არ იშოვებოდა, იმიტომ რომ დახლიდან გაქრა. ერთი დილეტანტური შეკითხვა შეიძლება ნატურალურ და ბიოღვინოს შორის რა განსხვავებაა? შეგიძლიათ ამიხსნათ ისეთ ენაზე ვერ რომ გაიგოს. მაყურებელმაც რომ გაიგოს. აი, ხო, ძალიან ხშირად ეშლებათ ხოლმე ეს ორი რაღაცა. ხო, ჩემთვისაც თითქოს ასოცირდება ერთმანეთთან. ორგანული ეს არის ვენახში მუშაობის წესი, ანუ თვითონ ვენახში გამოიყენება ეს სამივე სიტყვა ნიშნავს ფაქტიურად ერთ და იგივეს, რომ ვენახი არის ბიოლოგიურად სუფთა, ანუ არ არის ქიმიური სასუქები შეტანილი, არ არის სისტემური წამლები ნახმარი და დანამატები. ნატურალური შეიძლება ითქვას უკვე ღვინოზე, ანუ შეიძლება ბიოვენახიდან გაკეთდეს არანატურალური ღვინო. გასაგებია. ახლა უკვე ანუ ნატურალური ნიშნავს იგივე ეთოსი, რით მუშაობ ვენახში, მარანშიც ქიმიური ჩარევა და საერთოდ ფიზიკური ჩარევა იქოს ყველაზე მინიმალური. აი, სადაც ადამიანის ხელი სოთურევია, ბუნებისთვის ბევრი სივრცე არის. სადაც ადამიანი თავისი ეგო და ცდილობს, რომ თვითონ კორექცია შეიტანოს ღვინო, რომ ეს გემოვნები პროფილი შეასრულებს, რაც თვითონ უნდას, მან არის ბევრი იმ ადამიანის და სოთა ბუნება. და გეტყვით ერთი კიდე, რომ ჩემთვის პირადად ბევრი რამე ვისაუბროთ ევროპაში ნატურალური ღვინის გამოფენებზე, რა პოტენცია აქვს მესხეთი, გურია, აჭარა, ემერეთი და საერთოდ ეს ფრანგები, იაპონელების ინტერესი ემერულ ღვინოში შექმნა ბუმ ემერეთში. ანუ აი კრახუნა, აი სისკა, აი სოლაკორი, ესე აი გაქრება ბაზარზე, რაც კი ბოლში არის ჩამოსმული, უკვე არ არის. აი ჩვენი ღვინის ბარი და რესტორანისთვის დიდი ჭიდაობა ცდილობ, რომ კარგი ლეჩხმური სოლაკორი რო კონდეს თაროზე. და ესეც ჩვენ როცა ვეხმარებოდი ჯენსის რობინსონი ჯიშის დიდი სიგნი გამოიშვა სოფლიოს ქურძნის ჯიშები. პირობები იყო ესეთი. გველნებოდი ჯენსის რო კი ბატონო 525 ჯიში გაქვთ, მაგრამ რეალური რამდენი ეშოვება. თუ ეს კომერციულად არ არის ჩასმული ბოლში, მაშინ ამ სიგნეში არ იქნება. და მაშინ თუ არ მეცდებით, სადაც 16 ჯიში შეიძლება რომ იპოვეთ ან ნარევში, ან სალკი. ეხლა მარტო ჩვენ ღვინის ბარში არის უკვე 36 აწდენილი. თუ არ ლაპარაკობ და ერთი სახეობა ღვინო ჩვენ გვაქვს, სადაც 400 მეტი ჯიში არის ერთად ასემბლაჟში. ანუ
სუსოთა ჰანჩი 3 წელიწადში გაურმაგდა ეს მრავალფერიანობა. როცა საბჭოთა პერიოდში ზირეთად ღვინო იმზადებოდა 4 სამკვანი ჯიშები. მადლობა იმ ოჯახებს, რომელიც უკანა ეზოში ყოველთვის ეს სინაფარის ჯიშები ქონდა დარგული, განაც 2 ღერი თუ 10 იყო, მაგრამ მე როცა უკვე სურვილი იყო ჩვენგან რომ ეს აგორძენა, მესხეთში დადიოდი, ემერეთში, ლეჩხუმში, რაჭაში, სამეგრელოში და ეს არა კანთან, არა დედაზე, ან სირი რაოდენობა ეს ტრადიციული ყოველთვის იყო დასავლეთ საქართველოში და მთის რეგიონში ჰავას გამო, ზღვის დონის სიმაღლის გამო და ეს ღვინო ძალიან მარტივი არის გასაგები იმ ევროპელებისთვის. ქახური სტილი, ქართლის სტილი, სოთ უფრო ეგზოტიკა. ამით ფასტებიან, ამიტომ როსენჯავენ სოლეკორი ამა ვა ეს ესეთი კარგი როგორც შენელვარი მაგრამ ჩვენი აი თქვა ამოსლეთ საქართველოში როსენჯავენ ამა ვა მასეთი რამე ვაფშე არ გასაგები თუმცა იკო არ გვეგონას რომ მარტო ჩვენ გვაქვს ესეთი ტრადიცია იკო ჩიოლეთ იტალიაშიც და არის სამხრეთ სლოვენიაში ხორვატიაში სერბეთში იკო ტრადიცია კატალონიაში პორტუგალიაში ჰანძლივი მასერაცი ანუ ეს არ არის მხოლოდ საქართველოში და ხშირად ქართველები ამაში ცოტა ცდებიან როგორც ეგან მოიხსენე ბუმი არის ქვევრების რა ძალიან შეიძლება დიდი სიამაყე ქონა ამიტომ ქვევრები აქედან საღებას და ჩიოლეთ იტალიაში ძალიან ძვირფასი ღვინო რო აკენებენ ქვევში ეს ჩვენ გვეხმარება პრესტიჟისთვის ამიტომ თუ იტალიელი თვლის რომ კასრის მაგიერა და სისტენის მაგიერა ეს უკეთესია მაშინ ეს აძლევს მეტიმდობა სოფლის ბაზარზე ჩვენ ქართული ქვევრის ღვინოში ძალიან მნიშვნელოვანია მისახვედრია რომ ისე ვერ გაგიშვებთ სტუმრებსაც ვერ გავუშვებთ ჩვენი ღვინო ჯერ გითხარი რა ღვინო მოიტანეთ თან გაგვიხსენით თან დაგვაგემოვნებინე და თან თამართან მექნება შეკითხვა პარალელურ რეჟიმში შეგვიძლია ვისაუბროთ თქვენ წარმოადგენთ იმ კომპანიის წარმომადგენელი ხართ რომელიც აწყობს ღვინის და გასტრონომიულ ტურებს ხო და ძალიან ბევრ უცხოელს მასპინძლობთ სწორედ საქართველოში რა ტიპის ტურებია და ისინი რას ეძებენ ჩვენთან რა არის მათთვის რაღაცა მთავარი რაც ასე შეაყვარებთ ხოლმე ჩვენს ქვეყანას ავთენტურობა ფაქტი რომ საქართველო არის ძალიან მრავალფეროვანი მიუხედავად იმისა რომ ვართ საკმაოდ პატარა ქვეყანა ძალიან დიდარი და მრავალფეროვანი. იქნება ის გასტრონომია, თუ იქნება ის უნიკალური ყურძნის ჯიშები, რომელიც საქართველოში ხარობს. როდესაც ჩამოდიან ჩვენი სტუმრები, ყოველთვის ყველა რეგიონში, სადაც მივდივართ, ჩვენ საშუალებას ვაძლევთ ჩვენ სტუმრებს, რომ შეიგრძნონ აი ამ კუთხის, აი ის განსხვავებული კერძები, განსხვავებული ღვინოები, ვაცნობთ ხალხს, მეღვინებს. ანუ ყველანი ვცდილობთ, რომ საქართველო დავანახოთ, ანუ მაქსიმალურად დიდი და ესეთი ფართე კუთხით. ანუ აჭარაში ვაცნობთ აჭარულ გასტრონომიას, კახეთში კახურს, სვანეთში სვანეთს და ასე შემდეგ. ძალიან დიდია. ჩამოდიან და ჩამოდიან. გარეული სოკო, კენკრები, ჰანძილი, ჩენჩარი, ბოლოკობს ხალი, კაკაჩობს ხალი. ეს არის აი მაგითვი ძალიან დიდი ინტერესი, ამიტომ თვითონ დასავლეთში აი სვეტა აქვს, ესე იგი თუ სუპერმარკეტში არ არის, ან ფერმერული ბაზარი არის, ეს შინიათ, რომ სოკო დაკრეფავს, ან ბალახი რო შეჩამოს და შეიძლება ეს რთულ პერიოდი, მე რო ჩამოვიდა 95 წელში, დავისარეთ ცოტა კიდევაც, როცა სიგნალში აი ძალიან ეკონომიურად უჩერდა, ხალეელები რო აი სხვადასხვა ხალი რო ამოდიოდი გასაფულზე, აი ყველა დადიოდნენ და კრეფავდნენ. ალბათ ნაწილობრივ მაგის გამო გაჩერების გამო, მაგრამ არ მოხდა ცვეთა, ანუ ადამიანი და ბუნება დარჩა და ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ დედოფლის გაროდან ბათუმამდე შეიძლება სტუმარმა ჩამოვიდეს და ერთი რიგები 20 კერძები იყოს. აი ჰენკალი, წვარი, კაბალი, ნერული ჰაჩებული შემსვარი კარტოფილი თხემა. გადასარევი, მაგრამ შენ кай კაცო, აი მესხური სამზარული სად არის? აჩარაში მე არ მინდა რომ აი ქაქორი ადამიანი გინახა. აი რაჭაში უნდა იყოს ლორი, ლობიანი, აი იქორი ღვინო და თელი იდეა. ხო. ჩვენი აი living root-ის არის რომ დავახმარეთ სტუმარი რომ უნიკალური მრავალხმიანი სიმღერა, იქორი ქველი, იქორი ღვინო, იქორი კულტურა. თელი ქართული ხიბლი შეიგრძნეს. მე ადგები და თქვა რაჭიდან გადახვათ აჩარაში და აბსოლუტური განსხვავებული კილო კი არის გამოხატული ღვინოშიც და საჭმელშიც. ჯონ, მითხარი ხა ეს რა ღვინოა, რასაც ვაგემოვნებ და ისე მომეწონა რომ ეს არის აი ბატონო ნიკი ანთაძის აი სვანი არის მანავში მოყვანილი არის ნატურალურად მოვლილი ვენახი დაკენებული ქვევში და არ ვიცი ჩვენ ძალიან გვიყვარს ეს ღვინო თვითონ
სოფლის ბაზარში ესეა მომა. აი საფრანგეთშიც, ლონდონშიც, იაპონიაში ძალიან პოპულარული არის და ერთ-ერთი პრობლემა არის რომ ძალიან ცოტა აქვს და აი ეხლა ჩამოვისხებ ბოლში და გვექნება ცოტა ხანში და მე მთელი წელიწადი უნდა დავიღო და ნატრობი როდეს გირი ექნება. მე ეჭვი მაქვს რომ ჯონის დღეს ჩვენ სტუდიას კარგი ხარისხიანი გემრიელი ქართული ღვინო არ მოაკლდება. ნამდვილად. ეს ჩვენი პლუსია, ჩვენი უპირატესობა. და ასევე მოგვიმზადებს ძალიან გემრიელ კერძებს მე მგონია რომ ამაზე დავთანხმებთ. ნახოთ როგორ მოდი აი ამ გეგმებს მაგის დამსახურება უნდა. ჩვენ ყველანაირად შევეცდებით დავიმსახუროთ. მოდი ჯონის გეგმებზე ვისაუბროთ რეკლამის შემდეგ. ამ ბლოგში უფრო სტუმრის ამპლუაში იყავი და ახლა უკვე წამყვანი ხარ. სტუმრებს კი ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისთვის წარმატებებს გისურვებთ. გაგიმარჯოთ. გაგვიმარჯოთ ერთად.